რამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ოფიციალურ განჩინება არ ჩაგვარები, ანუ პროკურატურა ოფიციალურად მე არ მატყობინებს რა იყო საფუძველი მათი, რის შედეგადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ერთია რა განცხადებას ავრცელებენ ეს ზედაპირულს, მაგრამ მეორეა რა დევს საქმეში და რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და თან მე მაქვს ჩემი დასაბუთებული ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორების სახელებს და გვარებს მიმალავენ. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან შემდეგი ეტაპი ჩემი მხრიდან, ჩემი რეაქცია რა იქნება ამ პროკურორების მისამართით, იმიტომ რომ ჩვენ კანონი არ გვიგრძალავს მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს სახელობითად აქ გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს პატარა ბავშვები, ადამიანები, რომლებიც აი მაგალითად ახლა პარასკევში ბავშვი მყავს ამოსაყალი რეანიმობილი თურქეთიდან, თუნდაც იმის მშობლები და პროკურორები ამას სახელობითად ძალიან კარგად გაიგებენ. ეხლა ჩხრეკარა ჩატარდება ველოდები რომ დრალს წამიყენებენ და არ გამოვრიცხავ რომ მიუახლოვდნენ ჩემი დაკავების ამბავსაც. მე ვუშვებ ამას. ხო, გეცინებათ. აი ხო ფიქრობთ რომ ქოცებმა რა სიგიჟე შეიძლება ჩაიდინან. მე ამას ვუშვებ.